სხეულის რხევით თქვენ სხვებს ესაუბრებით, ამტკიცებენ ბერძენი ფილოსოფოსები. თურმე სხეულის ორგანოების მიხედვით შეიძლება მომავალი წარმატება ან სერიოზული საფრთხე განსაზღვროთ. ამიტომ მაესტრო გირჩევთ სარფიანი წინდახედულობისათვის ძველი ქართული წიგნიდან ამონაწერი რეცეპტების მიხედვით იმოქმედოთ. ადამიანს თუ თავის ქალა შეუთამაშდეს, ყველასაგან იქნება შეყვარებული. სიდიდეს შეხვდება, დიდი კაცისგან პატივს მიიღებს. თუმცა რესპექტაბილური პატივის მოსაპოვებლად ტვინის შერყევას ნამდვილად არ გირჩევთ. თუ ცუდი საქმე და უსარგებლო სამსახური მოუცილებელ სენად გექცათ, კისერი მაგრად შეითამაშეთ. ეს ბედნიერებისა და ზიანისაგან თავის დაღწევის უებარი საშუალებაა. თუ მარჯვენა თვალის წამწამი შეგითამაშდათ, შეწუხდებით და იტირებთ, თუმცა ბოლო მაინც კეთილია. თუ მარჯვენა ხელის გული შეგითამაშდათ, კეთილ საქმეს შეხვდებით. მარცხენა ეცადეთ მუდმივად ჯიბეში გედოთ, ამით ოჯახურ კონფლიქტებს აიცილებთ. შორს წასულ საყვარელ ადამიანს დღესაც მისტირით? გამოიყენეთ ენის შეთამაშების წესი, ჩვენი წინაპრები არასოდეს ცდებიან. კუჭის შეთამაშება დიდი სარგებლობისა და ფუფუნების მომასწავლებელია. თუმცა თუ ჩვენი დღევანდელი კვებითი რაციონით ვიმსჯელებთ, კუჭი ყოველდღე გვითამაშებს. დიდრები კი ვერა და ვერ გავხდით. თუ ცხვირის მარჯვენა მხარე შეგითამაშდათ, კრივსა და შფოთს ელოდეთ. ხოლო თუ ამას მარცხენა მხარეც და კიდევ უფრო უარესი ცხვირის წვეროც დაერთო, ძველი ქართული წიგნის საავადმყოფოში მოხვედრას გპირდებათ. მოკლედ, თქვენ შეიძლება არც აკვირდებით სხეულის ნაწილებს, ისინი კი გარდა ფიზიოლოგიური ფუნქციებისა წინასწარმეტყველურ ნიშნებსაც ატარებენ. არ გაინტერესებთ იცოდეთ რა გელით? ჩააყენეთ თქვენი სხეული თქვენივე პიროვნების სამსახურში და გაითვალისწინეთ ტელერეცეპტის რჩევები.